გითხრით, რომ დაინტერესდით და მოგზავნით. მაქვს პატივი მოგესალმოთ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ასევე არაკომერციული იურიდიული პირის თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრისა და შეპესე იუსტიციის საერთაშორისო ცენტრის სახელით და გავხსნათ მევადებით ჩვენი ღონისძიება, საჯარო მოხსენება, რომელსაც წაიკითხავენ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები, იტალიელი პროფესორები ანდრია ბორონი და ფრანჩესკო ბაჩინი. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ცნობილია გუშინდელი ჩვენი ღონისძიება, მასშტაბური და ესეთი საზეიმო წარდგენა ჰქონდა საქართველოს შრომის კოდექსის ინგლისურენოვანი კომენტარის ქართული თარგმანისა, რომლის რედაქტორი ანდრია ბორონი გახლავთ და ერთ-ერთი თანაავტორი ამავდროულად ასევე პროფესორი ფრანჩესკო ბაჩინიც საკმაოდ დიდი ნაწილის ავტორია ამ კომენტარში და ისინი ამ ღონისძიების თაობაზე გვეწვინენ ჩვენ და ასევე გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეთავაზებინა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო მოხსენება მათი და საჯარო მოხსენების თემა შევარჩიეთ თემატურად ასევე განსაზღვრეთ ამ მოხსენების თემად შემდეგი საკითხი შრომის სამართლის ადგილი თანამედროვე შრომის სამართლის ადგილი კერძო სამართლის სისტემაში რაღაც ორიგინალური სახით აპირებენ ჩვენი სტუმრები ამ მოხსენების წარმოდგენას, ისინი ასე დაარქვეს პინგ-პონგ მოხსენებას წარმოადგენენ, ან ორივე ერთდროულად ისაუბრებს რამდენიმე წუთით ერთი და შემდგომ მეორე, ასე პარალელურ რეჟიმში ისაუბრებენ, იმედინავ თქვენთვის საინტერესო იქნება. მთლიანობაში ეს ღონისძიება ესე დავგეგმეთ, რომ 9 საათიდან 40 წუთამდე გაგრძელდება დაახლოებით. მოხსენებლებსაც ვთხოვთ, რომ დაახლოებით 15-20 წუთში ჩაატიონ თავიანთ ეს გამოსვლა და შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში შევძლებთ უფრო რაღაც დეტალებში შესვლას და რაღაც საკითხების დაზუსტებას. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა ვთხოვო რომ მოგესალმოს იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს პროფესორ ბესარიონ ზოიძეს. მაინც მეცი სიტყვა. დიდი მადლობა. მივესალმები ჩვენს მეგობრებს. გუშინ ჩვენ ძალიან ისეთი სერიოზული ღონისძიება გქონდა და მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ასე ვთქვათ, კომენტარების შექმნით ჩვენი სამართლის განვითარების საქმეში. თემა უაღრესად საინტერესოა. აი ჩვენი სტუდენტებისთვისაც, პროფესორებისთვისაც, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჯერ სამართლის სისტემაზე ზოგადად მთლიანად და კერძოდ სამართლის სისტემაზე ჩვენ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გვქონდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემები არის არა მარტო თეორიული იურისპრუდენციაში დაუშვათ რა, არამედ პრაქტიკულ დონეზე. მე მხედველობაში მათ სასამართლოებში საქმეების მიკუთვნება, განაწილება, რომელმა პალატამ, რომელი საქმე უნდა განიხილოს, რომელი საქმეა წმინდა კერძო სამართლებრივი, რომელი ადმინისტრაციული გადაკვეთის ადგილები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ჩინური კედელი მათ შორის არ არსებობს და არც იქნება პირიქით ეს კედლები, რაც არსებობს, იმგრევა ამ სამართლის სისტემაში, აი ამ საჯარო და კერძო სამართალს შორის, იმიტომ რომ ნებისმიერ ინტერესში სხვა ინტერესიც პოულობს თავის გამოხატულებას. მე ამ შემთხვევაში მხედველობაში ვარ, კერძო ინტერესი იტვირთება უკვე საჯარო ინტერესებით, საჯარო ინტერესი კერძო ინტერესებით და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ესაბები გამოკვეთილია. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საკუთრების შეზღუდვა საზოგადო ინტერესები და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე და ამ აუცილებლობაში არ არის მარტო წმინდა საზოგადო საჯარო ინტერესი, კერძო ინტერესიდანაც გამომდინარე შესაძლებელია, რომ საკუთრების უძღვება შეზღუდოს ოღონდ ამ შემთხვევაში ეს კერძო ინტერესი მომენტებულად უნდა იყოს ერთგვარი მარებად დასუსტულ უნდა იყოს მომენტებულად საზოგადო ინტერესები. ბევრს აღარ გავაგრძელებ. მოგესალმებით ყველას და ეს ერთობლივი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩვენი ეს მეგობრები წამყვანი ხალხია და
კოლეგები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ კარგი საქმე გაკეთა, რომ ამდენი ცენტრები შეიქმნათ, ესენი ახალგაზრდა ენერგიით სავსე ხალხია, ზოგჯერ იმდენი ენერგია აქვს, რომ ზოგჯერ გზაშიც კი ებნებათ ეს ენერგია, ესე იგი ძალიან მომედებული ენერგია გიორგის და თორნიკეს ინსტიტუტები სპეციალურად თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრია შექმნილი და დასრულებული რომ კარგ საქმეს გააკეთებენ ესე და რა თქმა უნდა ჩვენი ინსტიტუტი კიდევ აქ უნივერსიტეტის ფარგლებში ვერ შემოდგება მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია იმიტომ რომ ძალა როგორ არის ჩვენს გერბზე მიწერილი ძალა ერთობაშია რა თქმა უნდა ესე ასე მიმოქმედოს ეს იმუშავა დიდი მადლობა მაშინ ასევე მინდა გაცნობოთ, რომ დაინტერესდა ჩვენი საჯარო მოხსენები და ღონისძიები თბილისის სააპელაციო სასამართლო და აქ იმყოფებიან ჩვენი კოლეგები, ისინი საჯარო ვიდეო ჩაწერას განახორციელებენ და ეს ვიდეო განთავსდება შემდგომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის და ამავდროულად დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორ სამართლის დოქტორ ნათია ჩიტაშვილს დახმარებისთვის თარგმანის ნაწილში და შეგვიძლია დავიწყოთ ისეთ სიტყვა ჩვენს მოხსენებას. ესე იგი თქვენ როგორც ნება ეს უნივერსიტეტის როგორც უნდა. კერძო სამართლის სისტემაში, კერძოდ ეს მოხსენება იქნება ორიენტირებული განსაზღვროს შრომის სამართლის მიმართება კერძო და საჯარო სამართალთან და მისი ადგილი ამ ურთიერთდამოკიდებულებაში და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რამე თუ ის შესაძლებლობას ვანიჭებს აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ საკითხის ირგვლივ წარმოებულ დებატებში. We will present the topic today starting from slide and then making a short comment on it in order to make it more dynamic, the presentation. And we can start with a couple of premises. The first one is what is public law in general. And normally is recognized as something that belongs to the state. As soon as the state is in the economy, it is enter the contract in the negotiation process, we have something that is public, or it is public something that is related to the enforcement of the law. And if everywhere is in that way, in Italy we have a further dimension, the so-called collective dimension of labor law in particular. And so we follow Italian legislation, Italian legal system, as a sort of epiphany, as a sort of model of a series of theoretical questions to be extended also to other legal systems and to Georgia in particular.
უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბრობთ კერძო და საჯარო სამართალს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე და ამ სივრცეში შრომის სამართლის ადგილზე უნდა დაიცვას და ხაზი გაიცვას რამდენიმე ფაქტორს, თუ რატომ შეიძლება ასოცირდებოდეს ეს დარგი საჯარო სამართალთან. ამ თვალსაზრისით უნდა გამოყოფილი უნდა იქნეს ეკონომიკა, სადაც სახელმწიფო თამაშობს წარმმართველ როლს და ის ხშირად ჩართულია შესაბამისად დაკავშირებული ურთიერთობებში როგორც მხარე და ასევე უნდა ხაზი გაიცვას იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი განსაკუთრებულია, როდესაც სახეზე არის აღსრულების ინტერესი და საჭიროება. შესაბამისად ეს ფაქტორები, რომელიც ახლა მოვიყვანე, შეიძლება გაერთიანდეს შრომის სამართლის სახელმწიფო და საჯარო დარგის ტენდენციებში, რომელიც აქტუალურია იტალიის ფაქტებში და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვისაც. Labor law originates in the field of private law and traditionally has still belonged to it. In particular, it is set in the commercial law domain. შრომის სამართალი ბუნებრივი აღმოცენდება კერძო სამართლის სტრუქტურიდან, სისტემიდან და არსობრივად მას განეკუთვნება, თუმცა უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ის განეკუთვნება კომერციული სამართლის კონტექსტს ფარგლებს. And the rationale for this first assumption is that the first regulations started are dated back in the Industrial Revolution period to the fact that the worker was a weak party in the contract, and this last element, the productive element of economy, in an economy in expansion, was dominant in balancing the rationale for legislations. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ დასაქმებული ყოველთვის გვევინებოდა როგორც სუსტი მხარე ურთიერთობაში და რაც შეეხება ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ყოველთვის აბალანსებდა ამ იმთავითვე არა თანასწორ ურთიერთობას. In Italy, for instance, it has been firstly taxonomized in 1865 Civil Code, where it has been described as location operarum and of location services. კერძო იტალიაში შრომის სამართლის კოდიფიცირება მოხდა 1865 წელს სამოქალაქო კოდექსში იმპლემენტაციის და დანერგვის შესაბამისი დებულებების დანერგვის გზით და აქ ის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა განიმარტა როგორც სამუშაოს და მოსახურების ნაცვალგებობაზე და შესაბამისი ანაზღაურების ნაცვალგებობაზე დამყარებული ურთიერთობა. Of course, Roman ancestrals roots are present in all the civil law traditions, and so also the name of the contract, or better, the theoretical definition of the contract is still in Latin, locatio operarum. It is present in the civil code, but it's common to all the tradition of the civil code in Iran. იმ საყოველთაო ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რომ ყველა კერძო სამართლებრივი კონცეფცია სათავეს იღებს რომის სამართლიდან, ამ შემთხვევაშიც ის წარმოდგენილია შრომის სამართლის სისტემაში და უნდა ითქვას, რომ ის იმ ყველა მახასიათებლის და იმ სამართლებრივი რეკვიზიტის მატარებელია, რომელიც კერძო სამართლის ინსტიტუტებს აქვს ამ მოცემულობაში. Labor had not a collocation of its own. It was not an autonomous field of law. It was reduced to contract for the use of person or resource. შესაბამისად შრომის სამართლის გაგება დავიწყებულ და გამარტებულ იქნა შრომის კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების არსამდე, რომელიც შემთხვევაშიც რომელიც გულისხმობს დასაქმებულის სამუშაოს და მისი სანაცვლო ანაზღაურების ურთიერთშესატყვისობას და სწორედ ამგვარი დავიწყებული შინაარსი შეიძინა მან იმ თვალსაზრისით, რომ ის არ იქნა განმარტებული როგორც დამოუკიდებელი სამართლის დარგი. The final consequence of these premises is that the negotiation
between the employer and the employee is seen, or better was seen, as a negotiation between two enterprises. შესაბამისად კომერციული სამართლის გაგებამდე ამ ურთიერთობის გაყვანამ განაპირობა ის, რომ დამსახურებლის და დასახლებლის ურთიერთობა განმარტებოდა და მათ შორის წარმოებული მოლაპარაკება განმარტებოდა როგორც კომუნიკაცია, მოლაპარაკების პროცესი ორ საწარმოს შორის. From a formal and legalistic point of view, labor law originates from the codification. In Italy, it is dated back to 1942. Fair is the first complete discipline of the Soviet. Legal relationship, in particular, are for the first time set aside the other branch of law. შესაბამისად, შრომის სამართლის როგორც დამოუკიდებელი სამართლის აღმოცენება დაკავშირებულია იტალიაში 1942 წელთან, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებელი კოდიფიცირებული აქტი შრომის კოდექსის შესახებ და უნდა აღინიშნოს, რომ ის ამავდროულად ჩამოყალიბდა როგორც შრომის სამართლის დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა, რომელიც გაიმიჯნა სამართლის სხვა დარგებს და ფორმირება განიცადა როგორც დამოუკიდებელი სამართლის დარგის. We consented that the Italian specification, this civil code was a reaction to the previous period of the Second World War and the dictatorial regime, and it is the representation of a new social data. And it is not the only legal form acting to provide a framework for labor law, because Italian doctrine, already in the first years of the 20th century, produced this change. Professor Barassi, in his work Il contratto di lavoro nel diritto positivo, labor law contract in the positive law, already tried to set aside from the other disciplines labor law. So it is a reaction that so the civil code reacted to the changes of social data, but also to the work that the doctrine had done. შესაბამისად, ეს ცვლილებები იყო გამოხატულება იმ რეაქციისა, რომელიც მსოფლიო ომის შემდგომ ჰქონდა იტალიას ფაშისტური რეჟიმის საწინააღმდეგოდ და უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პასუხი ახალი მოცემულობა, ახალი სამართლებრივი მოცემულობა მოეწესრიგებინათ გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში, თუმცა ეს კოდიფიცირებული აქტის მიღებამდე გარკვეულწილად პოზიტიურად ჩამოყალიბდა პროფესორ ბარასის მიერ. First, public influence. Fascist regime and the corporativism categorization of the labor in itself is the first attempt made by government to fully implement economy through a common labor regulation. შესაბამისად, ფაშისტური რეჟიმისგან გამიჯვნა და კორპორატიული კატეგორიზაცია იყო გამოხატულება სახელმწიფოს ნებისა, რომ ეკონომიკის რეგულირების გზით განეხორციელებინა შრომის ბაზრის მოწესრიგება. This is easily to understand under a dictatorial regime. Of course, the fascist and other kind of dictatorship tried to fully regulate all the aspects of human life, and so also law and labor, they become elements of their politics. Of course, as soon as the dictatorship will be deleted by the outcome of the Second World War, everything related to the regime, to the previous regime, had been cancelled. შესაბამისად, ფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთი გამოხატულება გახდათ ის, რომ ის ორიენტირებული იყო ყველა სამართლებრივი კატეგორიის, ყველა სამართლებრივი ინსტიტუტის დეტალურ მოწესრიგებამდე და ბუნებრივია ეს ითვალისწინებდა ადამიანის პიროვნული ცხოვრების და მისი განვითარების ყველა ასპექტის დეტალურ რეგულირებას და სწორედ მას შემდეგ, რაც გაუქმდა მეორე მსოფლიო ომის ფაშისტური რეჟიმი ამ ომის შედეგებით, უარი ითქვა ურთიერთობების ასეთ დეტალიზებულ და Constitution
Italian Constitution 1948 annulled the fascism regulation, introducing some basic principles. Limiting party autonomy but carrying labor law back to the private domain. First of Article 36, salaries have to be proportionate to the work done according to quality and quantity standard, but in a way that ensures a free and dignitous existence for the worker and his family. 1958 წლის კონსტიტუციამ ფაშისტური რეჟიმის გაუქმებით ამავდროულად განამტკიცა, ვთქვათ, შრომის სამართლის ის ძირითადი პრინციპები, რომელიც გამოიხადა შემდეგი მიმართულებით. კერძოდ, მან მართალია გარკვეულწილად შეზღუდა მხარის ავტონომია, მაგრამ დააბრუნა შრომის სამართალი კერძო სამართლის სივრცეში და ასევე კონსტიტუციის 31-მე მუხლდა განამტკიცა შრომის მოცულობისა და ხარისხის ადეკვატური სამუშაო სანაცვლეურების პრინციპი, რომელიც ორიენტირებული უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებაზე, არამედ მას უნდა უზრუნველყო დასაქმების ოჯახის წევრების ღირსეული ცხოვრება და პირველად თავისუფლად განვითარება. And the reaction to fascism in Italy was so strong, and since labor was seen as one of the main traits of fascism in the society, our first article of the Constitution says that Italy is a democratic republic grounded on work. იმის გათვალისწინებით, რომ ფაშისტური რეჟიმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი სადინარი და მიმართულება სწორედ შრომა იყო და მისი ამგვარი დეტალური მოწესრიგება, ამან აღნიშნულზე საწინააღმდეგო რეაქციის და პროტესტის გამოხატულება იყო იტალიის კონსტიტუციის პირველივე მუხლი, რომელმაც განაცხადა, რომ იტალია არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ეკუთვნება შრომას. და ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც შექმნა ფაშისტურმა რეგულირებამ. Programmatic principle given by the Constitution. Law shall determine some aspect. Maximum time of labor, weekly rest, annual leaves and vacation, the funds for the women workers as far as retribution, maternity, and condition of employment. შესაბამისად, თუმცა ის საკითხთა წრე, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგებულიყო შრომის სამართლის მეშვეობით, განისაზღვრა შემდეგი სახით. კერძოდ, აუცილებლად რეგულირებას უნდა დაქვემდებარებოდა სამუშაო საათების მაქსიმალური ხანგრძლივობა, დასვენების და შვებულების ხანგრძლივობა, ასევე დასაქმებულ ქალთა შრომის უფლებები, კერძოდ მათი თანაბარი და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპი, მათი დედობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე შრომის უსაფრთხო პირობების დაცვის უზრუნველყოფით. This represents a peculiar kind of technical legislative technique. Since the Constitution in 1948 dictates some principles that it will be for the Parliament and then to the Parliament to enact and promulgate legislation related to this specific element, and then to the judges to interpret and to make those principles effective. შესაბამისად, კონსტიტუციის მოწოდება, რომელიც შრომის სამართლის მიმართულებით განხორციელდა, მოიცავდა ორ ასპექტს. კერძოდ, მოწოდება ითვალისწინებდა კანონშემოქმედებითი ორგანოს პარლამენტის მიერ იმ ინსტიტუტების საკანონმდებლო რეგლამენტაციას და ასევე კონსტიტუცია აღიარებდა სასამართლო განმარტებების აუცილებლობას, რომლებსაც რეალურად პრაქტიკაში უნდა დაენერგა და განახორციელებინა საკანონმდებლო დონეზე გამტკიცებული დანაწესები. Main philosophical principle: freedom of economic initiative, but not in contrast with freedom, dignity, and safety of the workers of the people. Once again, the law determines which are the limits for the free market economy.
შესაბამისად გარკვეული ამ კონსტიტუციის საფუძველზე შესაძლებელი იყო ამოგვეკითხა გარკვეული ფილოსოფიური პრინციპები, კერძოდ თავისუფლება ეკონომიკური ინიციატივის, მაგრამ ისეთი, რომელიც არ დაუპირისპირდებოდა ადამიანის პიროვნების თავისუფალ განვითარებას, დასაქმებულთა უსაფრთხო შრომის პირობებს და ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ შრომის სამართლის სფეროში არსებულ კანონმდებლობას უნდა დაედგინა გარკვეული სტანდარტები და მინიმალური დანაწესები შრომის ბაზრის განვითარებისათვის. Of course, it's really evident the clash between two main principles, free market economy versus safety and defense of the workers. Once again, it will be for the legislative power and for the judges to balance these two issues and to concretely decide the practices carried on by the enterprises in the labor relation. შესაბამისად ამ მიმართულებით გამოიკვეთა ორი ძირითადი ამოცანა და მიღებულება, კერძოდ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებულთა შრომის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პირობების მაქსიმალური დაცვითა და შენარჩუნებით. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლო ხელისუფლების როლი გამოიკვეთა იმ მიმართულებით, რომ მათ უნდა დააბალანსებინათ ამ ორი პრინციპის თანაზომიერი და ბალანსირებული ურთიერთქმედება და განხორციელება პრაქტიკაში. Public labor law, it is has the integration of imperative provision in the party autonomy at the moment in which a labor contract is concluded as for us the social element are concerned. This element of social security here retirement plan, social assistance, economic and aid for the underdevelopment, mandatory insurance for injury caused during the execution of the work performance and for professional diseases. რაც შეეხება შრომის სამართლის საჯარო სამართლებრივ ასპექტს, ის გულისხმობს იმპერატიული ნორმების ინტეგრაციას დასაქმებულის პირადი ავტონომიის სფეროში, რომელიც თქვათ გამართლებულია დასაქმებულთა დაცვის სოციალური ინტერესების უზრუნველყოფით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სოციალური უსაფრთხოების ინტერესები შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ საპენსიო უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება, სოციალური დახმარების პროგრამების განვითარება და ასევე სავალდებულო დაზღვების შეთავაზება იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც დაემუქრათ საფრთხე შრომის სამსახურებში მოვალეობების შესრულებისას შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, ან თქვათ მათ რეალურად შეექმნათ პროფესიული დაავადებების განვითარების რისკები. Of course, this framework has to take into consideration general principle of public policy and how it is enlarged in a legislation or how it is restricted. And there is a sort of partial freedom to negotiate since it's left only to the holes of legislation. So you can negotiate on the principles that are not determined by law. შესაბამისად ამ თვალსაზრისით აღნიშნული თავისუფლება მაინც დაკონკრეტა იმ თვალსაზრისით, რომ მხარებს მიენიჭათ თავისუფალი მოლაპარაკების შესაძლებლობა იმ პრინციპებზე და იმ კონსტრუქციულ მოლაპარაკების თქვათ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც ბუნებრივია არ შეიძლება ყოფილიყო განსაზღვრული საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დედალურად. Collective dimension of labor. It is, in our opinion, given the content and the object of the individual employment contract is a large extent is stated by collective labor contract. So we can talk regarding labor law as a collective private law. შესაბამისად აუცილებლად უნდა გამოიყოს შრომის სამართლის როგორც შრომის სამართლის კოლექტიური სამართლებრივი მახასიათებელი და ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური სახელშეკრულებები მოლაპარაკებით დადგენილი ხელშეკრულების პირობები ყოველთვის და უმთავრესად ასახვას პოვებს კოლექტიურ ხელშეკრულებებში და სწორედ ეს არის ის კოლექტიური ასპექტი, რაც შრომის სამართალს ახასიათებს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ როცა საუბრობთ შრომის სამართალზე ყოველთვის გულისხმობთ კოლექტიურ შრომის სამართალს. Once again,
the state imposes mandatory some elements of the contract. Party autonomy can extend only beyond these clauses and elements of the contract, and can add nothing in contrast with what the law has seen as mandatory. Finally, there is also on this private autonomy epiphany a control ex post made by judges to see if they are licit or not. შესაბამისად, შრომის სამართალში მხარის პირადი ავტონომიის მოქმედება იმ სახით არის წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო აწესებს იმპერატიული ნორმებით დასაქმებულთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და იმპერატიულ რეგულაციებს, რომელთა მოდიფიცირება მხარებს ურთიერთმოლაპარაკების გზით არ შეუძლიათ სახელშეკრულებო შეთანხმებით, შესაბამისად დასაშვებია შეთანხმება, რომელიც არ ართავს კანონმდებლობის დანაწესებს და შესაბამისად აღნიშნული პრინციპების შეფასება დამოკიდებულია სასამართლოზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს იმპერატიული ნორმების მოქმედება დაცულია თუ არა ყოველ კონკრეტულ შრომით ხელშეკრულების ფარგლებში. New tendencies in relation to new labor law institution, it is observable transnationally the fact that a progressive resource to the individual dimension is taking place. In particular, retribution at large, in particular following the working element of the salary comes the minimum salary requirements. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ახალი ტენდენცია არის ის გარემოება, რომ კოლექტიური შრომის სამართალი ნელ-ნელა მიემართება გარკვეულწილად ინდივიდუალიზაციისკენ და ეს ინდივიდუალიზაცია, მისი ინდივიდუალური ეგრეთ წოდებული ტენდენცია ინდივიდუალიზმის გამოიხატება იმ კუთხით, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპი კონკრეტდება იმ თვალსაზრისით, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალური შრომის ანაზღაურების პირობებს და მოთხოვნებს. And this tendency is the representation of a trend, starting from what has been defined by Professor Bacchini as a private collective law. It is slowly becoming more individual, thanks to through some contamination of other branches of the law. One of them, for example, is in intellectual property and industrial property code, and it's called the fair compensation for invention of the worker. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ კოლექტიური შრომის სამართლის ინდივიდუალიზაციის ტენდენციაზე, სწორედ ეს მიმართულებით გამოიხატება, რომ შრომის სამართალმა გარკვეულწილად შეიწყნა რა სხვა მომიჯნავე დარგების პრინციპები, როგორიც არის ინტელექტუალური სამართლის და სამეწარმოო სამართლის პრინციპები და რაც უმთავრესად გულისხმობს შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის ინტეგრაციას. Progressive individualization process. Modification of the object duties performance. The employer may ask the employee to modify kind of performance, formal and professional qualification of the employment contracts with salary consequence. This action lowers the costs work and it is done through private negotiation. Termination, the last reform underline an increased frequency of mutual consent resolution of the contract in lieu of judgment of the courts on the legalness of the termination. See the Jobs Act, where the labor contract at tutele crescenti forces the conciliative proposal to set aside the contract. Once again, the judge or had outside this process. Voucher, escape from labor law. We are coming back to commercial law and particularly to a short of the materialization of the labor contract into a typical financial instrument.
შესაბამისად, რომ შევაჯამოთ პროგრესირებადი და პროგრესული თანამედროვე ტენდენციაში, რომ სამართლის ინდივიდუალიზაციის ეს ამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. ერთი, რომ უპირველეს ყოვლისა ეს გამოიხატება იმით, რომ დასაქმებელს აქვს უფლება მოსილება, მიუხედავად დასაქმებელს, რომ მან მოდიფიცირება განახორციელოს მისი შესასრულებელი სამუშაოს ხშირად შინაარსის უფლება მოვალეობების, ასევე გარკვეულწილად კვალიფიკაციის მოდერნიზება და სახელმწიფოება და ტრანსფორმაცია, რომელიც ასევე შეიძლება თქვათ ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფარგლებში განხორციელდეს და შესაბამისად ეს უნდა განმარტოს როგორც შრომის სამართლის ინდივიდუალიზაციის გამოხატულება. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროცედურები ბუნებრივია ამცირებს მოლაპარაკების ხარჯებს და თქვათ უზრუნველყოფს, რომ მსგავსი კონსენსუსი დასაქმებელსა და დასაქმებულის შორის მიიღწეოდეს კონსილიაციის ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული მოლაპარაკების ფარგლებში. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ასევე თქვათ მიმართულება ისიც, რომ ბოლო პერიოდში შემათანხმებელი პროცედურების მაღალი ხარისხით ინტეგრირება შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში უზრუნველყოფს იმას, რომ ბევრი ხშირად ხელშეკრულების შეწყვეტაზე ორიენტირებული შედეგი, როგორც არის დასაქმებულის განთავისუფლება, ხშირად კანონიერი შედეგი მიიღწევა მხარე და ურთიერთშეთანხმებით, კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვით და თქვათ ასეთი შემთხვევების მიმართვიანობა არ იზრდება სასამართლოსათვის. ასევე დასაქმების შესახებ აქტის თანახმად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კონკრეტულად დასაქმებელთა გაერთიანებებმა და ინსტიტუტებმა განამტკიცეს ხელშეკრულებებში დათქმა თქვათ შემათანხმებელი პროცედურების გამოყენების შესახებ შრომის სამართლებრივი დავების მოსაწესრიგებლად, რაც ზღუდავს მხარეებს უპირველესად მიმართონ კონსილიაციას და დავის გადაწყვეტის შემათანხმებელ პროცედურებს, სანამ ისინი გადაწყვეტენ მიმართონ უფლების დასაცავად სასამართლოს და სხვა ფორმალურ საშუალებებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოც შეზღუდულია შეამოწმოს რამდენად არსებობს წინაპირობა შემათანხმებელი პროცედურების გამოყენების შესახებ და მათთვის ეს სახელშეკრულებო დათქმაც არის ოჯახი. რაც შეეხება იმას, რომ თუ თქვათ უარს ვიტყვით შრომის სამართალს და გავექცევით შრომის სამართალს, ეს დაგვაბრუნებს ისევ კომერციული სამართლის სფეროში და ის ბუნებრივად მოიტანს იმას, რომ მოხდება თქვათ ზედაპირული და გარკვეულწილად თქვათ ხელოვნური ფინანსური ინსტრუმენტების მოაზრება შრომის სამართლის კონტექსტში. It's noteworthy to underline that one of the way of dispute resolution typical of business market and international commerce, like the ADR, alternative dispute resolution, like the conciliation between the parties, is now placed also in the labor market to try to solve dispute in which a worker is a party. Of the tendency of this dematerialization and participation in financial instruments for the workers is a weakness also the European Union when it is tried to introduce through a regulation, official regulation, the so-called employee stock ownership plan in order to guarantee some variable part of the salary for the worker. ამ კიდევ ერთი ტენდენციას, რასაც უნდა გაისვას, რაც გარკვეულწილად უკვე აღინიშნა ჩვენ მოხსენებებში, არის ის, რომ თანამედროვე თქვათ დავები შრომის სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით უნდა გადაწყვეტეს და მსოფლიო ტენდენცია არის იმართულებით, რომ უნდა გადაწყვეტეს თავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებით, როგორც არის მედიაცია, არბიტრაჟი, კონსილიაცია, ეგრეთ წოდებული, რომელიც მოდიფიცირებული ვერსია არის ასევე მედიაციის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში, როგორც ინდივიდუალური, ასე კოლექტიური შრომის ხელშეკრულების არსებობის დროს დასაქმებული ამ ალტერნატიული დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ პროცედურებში ჩართულია როგორც მხარე და შესაბამისად ეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას დავის გადაწყვეტის მექანიზმებისადმი. რაც შეეხება დემატერიალიზაციას შრომის სამართლის ამ მიმართულებითაც კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუწვათ იმას, რომ ვთქვათ, როდესაც ხორციელდება დასაქმებულის ჩართვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, ამით მეტნაკლებად იქნება ის მექანიზმები, რომელიც გარანტირებულს ხდის მისთვის შრომის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურების პრინციპის რეალიზებას. დიდი მადლობა. Grazie mille. ისაგები ხასიათებად
მემარიობით მე ერთი რამდენიმე კითხვა მაქვს. მონებრივია ძალიან საინტერესო მოხსენება იყო ეს მე თქვენს შეხედულებებს შრომის სამართლისა ადგილის შესახებ კერძო სამართლის სისტემაში, სამართლის სისტემაში გავეცანი ასევე კომენტარების ცალკეული მუხლის კომენტირებისას. ანამდე თქვენს ესე იგი წინა თქმაში ასე ვთქვათ შესავალ სიტყვაში ვნახე და ძალიან ყოვლის მომცველი ასე ვთქვათ იმ შესავალ სიტყვაში იყო ძალიან კარგი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. First of all, I would like to thank you for an incredibly interesting presentation. I will have several questions towards you. I will use this possibility to have questions, and that will be the following. Personally, I had the possibility to read part of the commentary which has already been published, and I had opportunity to review your positions within the commentary as well, which considers and speaks about the place of labor law in the private system. And I was fascinated because I agree to your tendencies, to your scientific achievements implemented in this commentary. ჩვენთან საჯარო სამსახურში ასე ვთქვათ შრომითი ურთიერთობები წესრიგდება სპეციალური კანონით საჯარო სამსახურის შესახებ. ესეთი. ამის გარდა გვაქვს ალგე შრომის კოდექსი, რომელიც ცალკეულ საჯარო ასებებად ისეულებში შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს ეს. მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელთა ესე იგი ურთიერთობები დავუშვათ ადმინისტრაციასთან, შრომითი ურთიერთობები შრომის სამართლის წესრიგდება. საჯარო სამართლის ირგვლივ პირწამოადგენს ჩვენი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში. მე მაინტერესებს რა მდგომარეობა არის იტალიაში, აი ამ საჯარო მოხელეებთან ურთიერთობა, რა კანონებით წესრიგდება. შრომის კოდექსიც ხომ არ ვრცელდება იქ, თუმცა თქვენ კომერციალიზაციაზე საუბრობთ და საწარმო სივრცეში ასე ვთქვათ გადაიტანეთ ეს ურთიერთობები. უბრალოდ საინტერესოა ცალკე თუ არსებობს კანონი ბავშვად საჯარო სამსახურში, ეს სამსახურის შესახებ და იქ შრომითი ურთიერთობები თუ მოწესრიგებული. ეს ერთი კითხვა. კიდევ მოგწონთ? დაუსვია მე. We have in Georgia several acts regulating labor relations, those relations who have the essence of labor interaction. First of all, we have labor code, and as well we have act of labor, which regulates relationship between public officials. So labor relations between public officials. So we have these two very important legislative acts, and I wonder what kind of legal reality do you have in Italy? Do you have some separate regulation for public official labor relations, or they are unified in one legal act? It was a case that we have till some years ago, but now all the contracts are unified under the same umbrella. We have special regulation, and that according to philosophy of law, called special regulation overcome general regulation, but not related to the contract of public employment. And second point, we have some special norms on trade unions that have, of course, a special relevance, and we have some disposition in the criminal code. ამ საკითხის წინაშე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ვიდექით რამდენიმე წლის წინ, თუმცა დღეს ის მოცემულობა გაქვს, რომ ყველა ეს სამართლებრივი აქტი ერთი ქოლგის ქვეშ არის, ამ სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება ერთი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. კერძოდ მე იმის თქმამდე, რომ მართალია ჩვენ გვაქვს სპეციალური კანონმდებლობა, მაგრამ ეს სპეციალური კანონმდებლობა არ არის გამიჯდური იმ ნიშნით, რომ ის ეხებოდა საჯარო მოხელეების შორის არსებულ შრომით ურთიერთობებს. კერძოდ სპეციალური კანონმდებლობა ეხება თქვა სავაჭრო კავშირებს,
ასევე ეხება გარკვეულ ითვალისწინებს სპეციალურ განაწესებს სისხლის სამართალში, მაგრამ ის კონკრეტულად არ არსებობს საჯარო მოხელეებისათვის არ არის გამოყენებული. არ აქვს უშუალოდ საჯარო სამსახურის მოწესრიგებელი სამართლებია. არა და თქვა ერთი აქტის ანუ ეს შრომის განავის ქვეშ არის ყველაფერი მოხსენებული. ესეთი საკითხი. ხო, მაინტერესებს მე ამ კომენტარებს უნდა ვეცანი, კომენტარებს იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, თითქოს ეს შრომის სამართალი კი ჯდას კერძო სამართლის სივრცეში, სისტემაში არის თავისი ასე ვთქვათ ღირებულებითი მდგომარეობითა და ცალკეული პრინციპებით, მაგრამ საკმაოდ ესე იგი ძლიერია გაუცხოება მხედველობაში მაქვს რომ დავიწყოთ ესე იგი საერთო სამართალში არსებული შრომის სამართალი, ამერიკული შრომის სამართალი რომ ავიღოთ და სურვილით დასაქმება და სხვადასხვა თითქოს იქ რაღაც ბატონური ურთიერთობის ასე ვთქვათ სურათი იკვეთება რა დამსაქმებელი არის ყველაფერი და დასაქმებული უბრალოდ გამოიყურება როგორც რაღაც საშუალების რამშია და უშუალოდ ის გეუბნობს რომ ადამიანია სუბიექტი და სამართლის, მაგრამ რაღაც კატოლიკ ცდუნება იმისა რომ ის სამართლის სუბიექტის ასე ვთქვათ თავის დამახასიათებელი რაღაც სრულფასოვანი სუბიექტის დამახასიათებელი ესე იგი ნიშან-თვისებები გარკვეულად მოეცხილია სულტერნის მაგრამ ობიექტისაგან რაღაც გადახრას აქვს ადგილი აქ. მაინტერესებს ახლა რა ტენდენციებია ბავშვად ამერიკულ სამართალში და როგორ ხდება ამერიკული და ევროპული შრომის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. უფრო ჰუმანურია თქვათ ევროპული სამართალია თვალსაზრისით მეტ თავისუფლებას ანიჭებს დასაქმებულს, თუმცა ის ყოველთვის იქნება გამიჯნული ბავშვად ასე ვთქვათ ჩვენი ტრადიციული სამოქალაქო სამართლისგან კერძოზე ავლაპარაკობ არა იყო თავისუფლების ელემენტები აქვს შესული. საერთოდ ეს მსოფლიო ჰარმონიზაციის პროცესი დაუშვათ არა დაახლოების პროცესი საითმიდეს და თქვენ კომენტარი დაწერეთ და ამ ჩვენს შრომის კოდექსზე და საინტერესოა საქართველოს კანონმდებლობა ჩვენი კანონმდებლობა ხარს უბავს თუ არა ამ პროცესებს. თქვენ კრიტიკულიც იყავით მე კომენტარებში დავიკითხე მიუხედავად იმისა 2013 წელს სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ თქვენ ბრძანებთ თქვენს კომენტარებში რომ ეს არ არის საკმარისიო და ბევრი რამ ბევრი საკითხი დარჩა ღიად და არ არის მუშაკი ისე დაცული მუშაკი ძველი ტერმინია დასაქმებული როგორც ეს უნდა იყოს. ცოტა ერთად დალაგებულად ვერ გადმოვეცი ჩემი პოზიცია, მაგრამ ერთი კიდევ რა თქმა უნდა კერძო სამართლისათვის უცხო არ არის ქვემდებარეობის და კონტრაჰირების რაღაც იძულების ელემენტები შემოდის კერძო სამართალში ეს დაცილებით მეტი ელემენტები მოდის აი ამ კერძო სამართალში იძულებისა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვიდრე ადრე ერთი შეხედვით თითქოს თავისუფლება უნდა გაშალოს ფები, მაგრამ ასე არ არის. იმიტომ რომ თავისუფლება შეიძლება გარკვეული ვარყოფითი ესე იგი შედეგებიც გამოიწვიოს და მხარეთა ინტერესების სერიოზული დისბალანსი გამოიწვიოს, არათანაზომიერი, არაეკვივალენტური ურთიერთობების გაჩენას, განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომ აქ იძულების ელემენტები საკმაოდ ძლიერდება და აი სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში აი ამ კონტროლის სისტემა როგორ აწყობილია დამსაქმებლის კონტროლი რომ მან რაღაც ისეთი ნორმატიულ კონტროლზე მათი მხედველობაში კანონმდებელი როგორ უყურებს ამ საკითხს რომ ესე იგი არ მოხდეს ერთი მხარის გაბატონება და მეორის მართლაც ისეთ დაკვირდებადი ურთიერთობაში ყოფნა. ესე საქართველოს საიდმიტი საქართველოს თქვენ როგორ ხედავთ? ძალიან ესე იგი აურია პანიაში და შენ არ მოგივეს შენ გამილაკეთ ვიცით. First of all, we acknowledge that private law comprises and labor law comprises all private values.
and principles which are invested in this discipline, and I really wonder what kind of as we know, in American law, there is a significant hierarchy between employer and employee. As far as I know, an employee's minimal standards of protection are much more violated. They are much more lower standards in comparison with the European one, because I have read your commentary, and I may say that it is these are global tendencies throughout Anglo-American and European laws. And in what condition is American law now? Do they have some improvements in this regard, or as far as I see, employee is sometimes considered as an object, as a means of achievement of employer's purposes and the work tasks. And I wonder if they have some progress in the implementation of these minimum protection standards, and if those standards became much more higher than it was previously. It is one segment of the question, and then I will continue. Okay. Yeah. I consent to quote one of Professor Bacchini's last researches that perfectly deal with this subject. We can say that at least formally we have no implementation of this minimum standard. And if you read among the lines, yes, a worker is seen as a sort of resource more than an object, so that can be used in an enterprise to better produce. But thanks to general clauses, or better, general ground in litigation, now it is used in private negotiation for the equity termination and for termination of labor contract in general, the concept of discrimination. So it means that as soon as an employee is fired, he raises the objection of discrimination to be better paid for the resolution of the contract. So, formally, not implementation, but in concrete, thanks to the practices, thanks to the courts, through the use of the general clause of discrimination, we have, at least economically, I'm not talking about legal defense, an improvement of the work. Marcos, მე ამ შემთხვევაში განვიხილოთ პროფესორ ბაგენის იმ მოხსენებას და იმ ნაწილს, რომელიც მას კომენტარებში აქვს გადმოცემული, კერძოდ ეს მისი შემოქმედებაა და ამ შემთხვევაში მე მიწევს მისი გაჟღერება. რა თქმა უნდა, ანგლო-ამერიკის სისტემაში ეს ტენდენცია ისე შეინიშნება, კერძოდ ის, რომ დასახვებული განხილება შეიძლება ნაკლებად როგორც ობიექტი, მაგრამ განხილება როგორც წყარო და საშუალება, როგორც ბრძანეთ, იმისაც ამ საქართველოს ხელში, რომ მისი საწარმოო ინტერესების განხორციელებისათვის, ანუ რაღაც რესურსი, როგორც ინტელექტუალური, ფიზიკური და კოგნიტივური, რომელს გამოყენება ხდება საწარმოო მიზნების განხორციელებისთვის. რაც შეეხება შესაბამისი განათლების არსებობას ანგლო-ამერიკის სამართლებრივ სისტემაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარანტიები განმტკიცებული არის, მაგრამ უფრო მეტად აბალანსებს ამ მდგომარეობას პრაქტიკა, კერძოდ ის, რომ თქვათ, დასაქმებულს აქვს შესაძლებლობა დისკრიმინაციის გამოსავალი ნორმების გამოყენებით ეკონომიკურად მაინც მოახდინოს მის ინტერესების ბალანსირება სასამართლოში შესაბამის ნორმებზე უფლების აღდგენის მოთხოვნის განცხადებით. ამიტომ თქვათ, ეს ბალანსი მეტნაკლებად შენარჩუნებულია, ან არის ცდილობა შენარჩუნებული იქნეს სწორედ დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმების გამოყენებით პრაქტიკაში. But we have to pay attention to this, because if at the first instance
it seems a good point for the workers. It opens the way to a progressive enlargement of the notion of discrimination. And now it is, first of all, it is to be introduced. It's not still enforced, but it seems to see something as personal discrimination. Normally, discrimination is based on general clauses. I don't know, discrimination for race, for sex. Now, discrimination in person, first step. Second step, if we try to categorize the concept of discrimination as it evolving, in this last research of Professor Bacchini, we can observe a sort of discrimination or health discrimination. Since you are not perfectly healthy, we can try to fire you. And in the US it's particularly delicate, since there is an high rate of obesity. კიდევ ერთი განმარტება შეიძლება დაემატოს აღნიშნულს, კერძოდ ის, რომ აღნიშნული ტენდენციამ განაპირობა ის, რომ შეიძლება არსებობს რისკი, რომ გაფართოვდეს დისკრიმინაციის ფარგლები და მან მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ დისკრიმინაცია, როგორც არის რასის, კანის და ასე ფერის და ასე შემდგომ ნიშნების, პირდაპირ ნიშნების მიხედვით, არამედ თქვათ დისკრიმინაცია განხორციელდეს ისეთი ნიშნის მიხედვით, როგორც არის მაგალითად ჯანმრთელობა, რომელიც თქვათ ძალიან ფაქიზი და სენსიტიური საკითხია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხშირად შეიძლება ქმნიდეს საფუძველს დასახლებულთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლების. ამიტომ ამგვარმა ტენდენციამ თქვათ უფრო გააფართოვა დისკრიმინაციის კატეგორიები, დისკრიმინაციის ნიშნები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განხორციელდეს ეგრეთ წოდებული არათანაბარი მომხრობა. და ესეც წარმოგვიდგენია პროფესორ ბაკინის საბოლოო კვლევაში. And one more aspect of the previous question, it was that what is the global view of harmonization tendencies between Anglo-American and European legal families, and where is Georgia in this context? As we observe, recently all legislative branches have some more and more they comprise imperative regulations. Maybe it is determined by the interest of the state to maintain legal stability, to maintain some social security in this regard. But still, what are the global tendencies and where is Georgia? You have some criticism in your commentary regarding some institutions of Georgia labor law provisions, and I really need your global assessment a little bit and Georgia's interaction between this process. Okay. Yeah. I think that we have to distinguish between the European Union and United States. Of course, there are two main actors, maybe the two main actors. If we look at the studies of law and law, but we cannot put them in common. They are very different one to the others. The liberal philosophy of United States is not completely embraced by European Union. Above all now, with the exit of Britain from the European Union, I can suppose a still improved social defense for workers in Europe. So, in my opinion, first of all, you can't put in the same under the same flag United Kingdom and the European Union and United States, and on the other side, the social security system in Europe is so strong, so pervasive of the life of the labor relation that is peculiar in itself, and it's not, of course, assembled in the US.
როგორი ტენდენციებია ჰარმონიზაციის ამ გლობალურ და სამართლებრივ სისტემებს შორის, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ კონცეპტუალურ განსხვავებებზე, რომელიც არსებობს ამ სისტემებს შორის, რაც გარკვეულწილად გამორიცხავს ან ამცირებს ჰარმონიზაციის და ამ სისტემების ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობას. კერძოდ მე წააღვნიშნო თქვათ ის, რომ დასაქმებულების სოციალური დაცვის პროგრამები და პოლიტიკა იმდენად მყარი და ძლიერია ევროპის ქვეყნებში, ამით ის ვერ ამერიკის შეერთებული შტატები თქვათ ვერ შეედრება ევროკავშირის. იგივე სოციალური დაცვის უსაფრთხოების სისტემა გაცილებით უფრო მდგრადი და სისტემურია ევროკავშირის მასშტაბით და რაც ამ კუთხით ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად აშორებს ამ მოდელებს ერთმანეთისგან და ჰარმონიზაციის შესაძლებლობებსაც შესაბამისად ამცირებს. So, Professor Zoidula would have any questions, please. Auditorias შეიძლება კითხო. აი პირველი რიგი თვითონ თავის რო წარმოგვიდგინოთ და Buongiorno, molto felice, sono studentessa del terzo anno e in Georgia, così mi interessa sul sistema dell'internato in Georgia e non è considerato internato come la conseguenza del diritto del lavoro. Così non funzionano i diritti che ci sono nel codice civile o nel diritto del lavoro. E così come in Italia è per lei e per loro quale è più, non so, quale è vero e quale è la verità, come devono essere interni considerati nel diritto del lavoro. Non so. Grazie mille. Complimenti per l'italiano. Facciamo un gioco. Risponde il professore. Risponde in italiano. საქართველოში არის სტაჟიორი, როგორც პრაქტიკული, როგორც შრომის სამართლის სუბიექტი, როგორც იტალიაში და მათთვის როგორ არის სწორია, როგორ ხედავთ Allora, in Italia la disciplina degli stage, ti riferivi agli stage, giusto? Internship. È abbastanza complicata perché è per alcuni stage disciplinata dallo Stato centrale, per altri stage è disciplinata dalle regioni, dalla componente federale dello Stato, le regioni. Gli stage degli studenti universitari sono disciplinati dallo Stato. Gli stage di quelli che non sono studenti sono disciplinati dalle regioni. Gli stage disciplinati dalle regioni servono per chi ha perso il lavoro per ritrovarlo o per chi non l'ha ancora trovato per trovarlo, non è ancora occupato per trovare lavoro. Gli stage invece degli studenti dovrebbero servire per permettere allo studente, mentre studia, di imparare a lavorare, di orientarsi e formarsi sul lavoro. Purtroppo questi stage sono in gran parte illegali perché invece di permettere agli studenti di orientarsi e di imparare, li sfruttano semplicemente come lavoratori senza nessuna tutela che è prevista per i lavoratori. Fra l'altro, mentre per gli stage
disciplinati dalle regioni per trovare un nuovo lavoro o per trovarne uno, per trovare il primo, è prevista un rimborso spese, una piccola retribuzione per gli stage degli studenti, soprattutto quelli universitari. No, non è previsto nessun tipo di rimborso economico. Quindi è lavoro vero e proprio senza nessuna tutela. ანუ დაახლოებით ისე არის როგორც საქართველოში, როდესაც სტაჟირება ხდება სტუდენტების ძირითადად, მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი ვერტეტი, რომ შემდეგ დაიცვან საკუთარი უფლებები. ანუ და ძირითადად იყო სტაჟირების ორი სახე არსებობს, ერთი როდესაც კონკრეტულად სახელმწიფო ანუ შტატის სახელმწიფო ზონაზე ხდება სტაჟირება უკაცრავად და მეორე როდესაც არის თვითონ რეგიონები ან რეგიონალური სტაჟირებები და ამ რეგიონალურ სტაჟირებებში იყო ძირითადად ის, რომ არ არის დაცული სტუდენტების უფლებები და ანუ ისინი ესე ხარებში არიან დაუწყებელად. ძალიან კარგი. ახლა იმას უნდა შევიდეთ. მოგესალმებით და დიდი მადლობა საინტერესო მოსწავლეებისთვის. ორი შეკითხვა მექნება. შრომის უფლების განვითარებასთან დაკავშირებით მაინტერესებს სოციალისტური სახელმწიფოები და ევროპის ქვეყნები, სადაც ძლიერი არის სოციალური დაცვის მექანიზმები, ამ უფლებაში განკვეთილად მიაზრებენ სახელმწიფოს ვალდებულებასაც, რომ დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები გაატარონ, არსებობს თუ არა ესეთი ხელშემწყობი, ანუ ესეთი განმარტება შრომის უფლების ამბობისით, ან ნამხედვით მათ შორის კონსტიტუციაში და იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი არის სოციალური დაცვის ღონისძიებები იტალიაში და მეორე საკითხი, რაზეც მინდა უბრალოდ გამოვახვილოთ, თქვენი მოხსენებიდან, ანუ მოხსენებიდან ჩანდა, რომ ინდივიდუალიზაციის პრინციპს მიემართება ამ კოლექტიური, ესე ვთქვათ, ურთიერთობები და ინდივიდუალიზაციისკენ იხრება ტენდენცია. ჩვენთან არის პირიქით, იმიტომ რომ დაცვის მეტი გარანტიები არსებობს კოლექტიურ ხელშეკრულებებში და ამიტომ ჩვენი მაგალითად თავი მოთხოვნა და დასაქმებლები დღეს მისწრაფია იმისთვის, რომ კოლექტიური ხელშეკრულებები დადონ. მე მაინტერესებს ფაქტორები, რა განაპირობებს დაცვის უფრო ძლიერი საშუალებიდან, ესე ვთქვათ, ჩვენს რეალობაში სუსტი მექანიზმებისკენ სწრაფვაში, ანუ რამ განაპირობა ის, რომ ასეთი ტენდენციების ეს ხომ არ არის ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, ძლიერი სოციალური დაცვის მექანიზმები, ვთქვათ და ასე შემდეგ. ანუ ეს ტენდენციის კომპონენტები მაინტერესებს. მადლობა ძალიან. First of all, she's very grateful for your absolutely interesting presentation, and accordingly, she has two major questions. First of all, her question refers to the right of labor, like the right of work, and the content of this right. In particular, she means in the European countries where the social security systems are very stable and very systemic and very hard and sustainable as well. Do legislation of these countries contain the definition of right of work to provide provide and offer equivalent work to the potential workers. So in terms of like responsibility before your citizens, to some extent to ensure them with appropriate work. As far as the countries are very stable and they have very stable social system, do they have this acknowledgement of right of labor? Or very good question. Okay. First of all, there is widely in the regulation principle statement in which you say that work is a right, or as you say that you have the right to work. We change the words, it changes a lot of meaning, of course. But we can share. In Italy, for example, we assisted to a sort of privatization of this function that normally was public. And this, of course, weakened the position of the workers. The idea that you have
And above all, with the nuance of the work you studied for, the work you have been formed for, you have been prepared for, is more of the Scandinavian countries, with some specifications. If they say, okay, I commit myself in looking for a job that is able to satisfy your formation, your study. But if you, for example, decided not to accept that job, you are not in that system anymore. You are out of the system. So you have one shot to say, okay, I accept to go work for what I studied, but they say, no, you're out of the system. And I think that this is the big point on the question. We have not a uniform situation, at least in Europe. It was one question and another for the second and another. Yeah, okay, yeah. უპირველეს ყოვლისა, აბსოლუტურად განსხვავებულად ვიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ უფლებას შრომაზე და შრომის უფლებას, რადგან პირველ შემთხვევაში ის გარკვეულწილად ვალდებულების და მოთხოვნის უფლების კონტექსტშია წარმოდგენილი და შრომის უფლება შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული პოტენციური დასაქმებლის მიერ ან არ განხორციელდეს მისი სურვილის შესაბამისად. თუმცა უნიფიცირებული მიდგომა ამ შემთხვევაში ძალიან გვაქვს და თქვა სკანდინავიური მიდგომის თანახმად, ესაც იმ შემთხვევაში როდესაც იღებთ განათლებას, დებთ ინვესტიციას კვალიფიკაციაში, ცოდნაში და პროფესიული გამოცდილების მიღებაში, შემდგომ ადეკვატურად მიჩნდება მომოდინი იმისა, რომ შემოთავაზებული იქნეს პროპორციული და თანაზომნელი სამუშაო. თუმცა თუ შენ ამ სამუშაოზე ამბობ უარს, რეალურად თანამდები შედეგია ის, რომ შენ ხარ სისტემის მიღმა და ესეც გარკვეულწილად სეგმენტია იმ შრომის უფლებისა, რომელიც გულისხმობს, რომ თუ უარს ამბობს დასაქმებლის შრომაზე, ეს რა თქმა უნდა მისი უფლებაა, მაგრამ ის ამავდროულად ემიღება იმ პროფესიულ სივრცეს და შრომის ბაზარს, სადაც მას უწევს ურთიერთქმედება. As far as the second, a little bit specification. Of course, to make the system work, you need also parallel regulations. For example, you are obliged somehow to meet some university places. Think about everyone wants to be a medical doctor. It is not possible to observe this demand. So we have numerous clauses. So a limited place, a limited seat to, I don't know, study in a university for that kind of specialization. So there is also some sort of selection at the beginning. In Italy, it would be possible since for the Constitution you have the right to study. And so it is not possible to limit, I don't know, your access to jurisprudence, business school, like for example in the US. Yeah. We think that we program to have a certain number of students coming to university, but I don't know, in Francesco's university are 8,000 students enrolled in business school, only for economic specialization, 8,000. ამიტომ ერთი სპეციალური განმარტება და კომენტარი მინდა შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პარალელური რეგულირება და შრომის ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით უნდა განსაზღვროს კვოტა კონკრეტული პროფესიული წარმომადგენლებისათვის, რომელიც მომზადებული იქნებიან შრომის ბაზარზე ფუნქციონირებისთვის. თუმცა ეს საკითხი იმავდროულად მოდის კავშირში საქართველოს კონსტიტუციის განათლების უფლებასთან, შეიძლება მან დაადგინოს გარკვეული ლიმიტირებული რაოდენობა პროფესიული კადრების, რომელიც თქვა შეიძლება მოამზადოს უნივერსიტეტმა, მაგრამ ის ამავდროულად ვერ შეუძლებს განათლების მიღების უფლებას, რომელიც განაპირობებულია კონსტიტუციით და ის უკვე მათი შეჯიბრებითობის და კონკურენტული გარემოს რეგულირებას მიენდობა უკვე ამ საკითხის რეგულირება. ამიტომ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა მოამზადოს გარკვეულწილად
დააპროგრამოს ამათვე პროფესიის წარმომადგენლები, ვთქვათ, ეს ნიშნავს იმან, რომ მან იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ყველა მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები ბაზარზე, ეს რეგულირება აუცილებელია. მაგალითად, უნივერსიტეტში 8,000 სტუდენტი სწავლობს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელიც რა თქმა უნდა მათი განათლების უფლებაა, თუმცა შრომის ბაზრის მიზნებისათვის რაოდენობა იდენტური ვერ იქნება. And the second question, I didn't translate, I haven't translated it yet. So question was in this way, you mentioned individualization of labor law and it's much more transforming from collective to individualization. And what are the determining factors of this individualization? If you could speak a bit more in detail, because in Georgia we have, on the contrary, in collective agreements we have much more legal guarantees and legal standards implemented, and it seems that it is on the contrary in Italy. And what is determining the factors and reasons for that? Yeah, in my opinion, it's the economic situation. As far as we have a very high unemployment rate, the contracting power of the employers is high, and on the other side, if you need to work, you are prone to set worse conditions. We have the same, so we have some specific rights that are decided on above, but it is possible that a worker decided to accept, or a person decided to accept the work just to work, to have something to do, to have some, at least minimum. But in any case, it's, we say, piuttosto è meglio che niente. It means that also a little thing is better than nothing. And so they accept to work that way. So it's, in my opinion, it's more an economic trend related also to a previous situation in which Italy had very high guarantees for workers. And this means it's more possible to include in individual contracts some terms of remuneration. That's why it's a matter of negotiation. Yes, working time. Yeah, time and so. Flexibility. They call it flexibility. Understand, because I think and flexicurity. Flexicurity, yes. Მეც დავაზუსტეთ პრობლემები, რომელიც პოლიტიკა. ამის რეალურად მიზეზი არის ეკონომიკური ფაქტორი, კერძოდ უმუშევრობის მაღალი დონე, ის რომ სულ ვთქვათ უმუშევრობას და იტალიის მოქალაქე მოსახლეობას ურჩევნია, რომ თანახმა იყოს დაბალ ხელფასზე და რაც შემდგომში დავაკონკრეტები იყო ის, რომ აქედან გამომდინარე, ვინაიდან შრომის ანაზღაურება, მისი პირობები, შრომის ოდენობა მაინც ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია და შესაბამისად ამაზე ურჩევნია, რომ დასაქმებულოს ურჩევნია დაეთანხმოს და ამ პირობაზე წავიდეს დასაქმების იმედით, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებებში იმ გარანტიების უნიფიცირებული ჩართვა ვეღარ ხერხდება, რაც თქვათ, რა თქმა უნდა, მაღალი გარანტიების შეთავაზებას მისცემდა მხარეები და ამიტომ ისინი ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ადგენენ მათთვის ხელსაყრელ თუ ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს და სწორედ ეს ინდივიდუალიზაცია, სწორედ ამ ეკონომიკური ვთქვათ ფაქტორი და უმუშევრობის მაღალი დონით არის განპირობებული. ჩემი კითხვა უნდა დამეწყოს ზუსტად აი ეს სიტუაციის და გარემოებების აღწერით შეიძლება პასუხში მოვისმინოთ. არასდროს სხვა რა არის სიტუაცია მეტნაკლებად იგივეა საქართველოში, ძალიან მაგარია უმუშევრობის, რაც იწვევს დასაქმებულების ამ პოტენციური დასაქმებულების მხრიდან დამოკიდებულებას, რომ იყოს
მიმდგომარეობა ამ კუთხით. რა შეიძლება იყოს გარანტიის, რომ ეს შრომის კოდექსში ჩადებული სტანდარტები ეფექტურად აღსრულდეს. გულისხმობ თუნდაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული შრომის ინსპექცია, ალბათ ერთ-ერთი კითხვა ეს იქნებოდა იტალიაში არსებობს თუ არა, რადგან არსებობს და რამდენად ძლიერია ეს ინსპექცია. შრომის ინსპექტირების ინსტიტუტი და ზოგადად როგორი იქნებოდა სტანდარტები იმისთვის, რომ ასეთ ძინებიობებში მოხდეს მინიმალური სტანდარტების ასრულება პრაქტიკაში. კონკრეტული სტანდარტი არა აქვს, კონკრეტული მუშაობა და ასრულება. So we are faced with some global perspective. We have the same economic problems in Georgia, and it is some well-known fact that Georgia faces a high rate unemployment and the economic crisis in this regard. And I would like to ask generally what are the ways to implement those minimum standards which are reflected in conventions and even in our labor code. Is there some, not formula, but some general recommendations how to integrate and implement those minimum standards in practice and practical relations of labor? Crystal ball. Let's see. Yeah. Close situation. First of all, maybe in Georgia is fundamental to introduce some minimum requirement, minimum standard, and to fix some elements you cannot, so to say, apply. On the other side is the politics that has to intervene here. And I always refuse to talk about politics during lessons and in my classes, but if there is not a movement able to understand that, as also yesterday Tim Gorduli said, that guaranteeing some stable working condition, minimum kind of defense for the workers is a sort of social security at large in society. Italy was facing different kind of problems and issues. We had maybe so much defense of the workers that we became non-attractive for investments. It was so, the employment was so high cost for investors that they decided not to come to Italy. It was so high the defense of labor contract that it was almost impossible, at least in the public employment, to fire a not good worker. Even if, I don't know, we have very sad cases for Italian reputation of people killed during they were stealing at the airport. They were not fired. People that, I don't know, passed the badge, entering the work, they suddenly went out, I don't know, going around doing their business. They were not fired. We have so extreme cases that we need political reaction, giving more balance. Maybe now we overreacted, maybe, but we have a different situation. The defense was so high that is unacceptable. Also for the younger generation, because this is the trend, and also the public employment in some works, you will be upgraded just for anciennity. So the more you work, the more you have progress in your career, not on the merit. If you think it's almost the same, you say, really? You say, oh, yes, it was like that, just for anciennity. And so we are trying to move far from this situation. Okay, we share maybe economic
bad economic conditions. Different kind. But the starting points are very different. We have a so strong defense of workers with some regulation of the 70s. We have a specific regulation for labor law in the 1970s. And on the other side, maybe it's too liberal, the approach here in Georgia. So same economic crisis around the world, but two different starting points. So it's for that maybe now you have more power in the collective bargaining, and we are losing ground on collective bargaining in favor of some restriction. Then I got that the Italian situation is still different. I don't know, we have problem with migration, so we have too much offer of people that want to work. ის საკითხი, რომელიც თქვენ წამოჭერეთ, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკას და თქვათ ამ მინიმალური სტანდარტების განხორციელება ბუნებრივია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, როგორც აღნიშნავდა ფაკულტეტის დეკანი, და ეს არის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ფორმირების ნაწილი და შესაბამისად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. უნდა ითქვას, რომ მართალია ჩვენ ვიზიარებთ საერთო ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოსა და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პრობლემები, თუმცა საკანონმდებლო დონეზე მაინც გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებულობა, კერძოდ იმ კუთხით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი საკანონმდებლო გარანტიები მინიმალური დაცვის კუთხით, მაგრამ თქვათ უფრო და შესაბამისად უფრო ლიბერალურია საქართველოში აღნიშნული იმპერატიული ნორმებით მინიმალური დაცვის სტანდარტები. თუმცა მეორე მხრივ, თქვათ იტალიაში კოლექტიური მოლაპარაკებების მექანიზმი განცილებით შესუსტებულია იმის ხარჯზე, რომ აქ უფრო მზაბადაა წარმოდგენილი სხვა თქვათ საკანონმდებლო მინიმალური დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა იმპერატიული ნორმებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საქართველოს დააბალანსებს ამ ლიბერალიზმს კოლექტიური მოლაპარაკებების ინსტრუმენტებით, რომლის ინტეგრაცია მოხდა უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად. 2013 წელს არის კიდე? თუ არ არის? თუ არ არის? თუ არ არის, შევიდე მოგუთხეთ, რა? So it's time to thank you. გადავხატოთ ჩვენ ხორცენებებს და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო თემაზე იყო საუბარი. ვიღეთ შესავალ სიტყვაში თქვი რომ ეს სისტემის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის წმინდა თეორიული საკითხი. რა სისტემაში იქნება დასაქმებული, იმაზეა დამოკიდებული, რომელი საფართო დოგმები გავრცელდება და როგორი იქნება პრინციპები ამათი მესიგი დარგისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამომწურავი მოხსენება იყო კითხვები ძალიან კარგი იყო სხვადასხვა საკითხები დავიწყოთ გამოდებული ეს სასიამოვნო აღმოჩენა და ძალიან კარგი კითხვები იყო. თქვენ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი უფლება სხვადასხვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეხედულება და ტრანსფორმაციას ჰქონდა ადგილი სერიოზულად და ბოლოს როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები ეკისრება უხლიცარი ცალკე იქა, მაგრამ ეს არის თავიდან ითქვა, ეს არის თავისუფლება სამუშაოს იმუშავებს, არ იმუშავებს, ამაში მდგომარეობს იძულებით იშრომა, გამორიცხულია, ეს არ არის უფლება პირდაპირ და რომელი თავისუფლება გინახიათ თქვენ როგორც ინსტიტუციურად, რომელმაც თავისი გამოხატულება არ ყოფს რომელიმე უფლებაში, რა. ასე არ თქო, ის თავისუფლება ცალკე უფლებრივი ელემენტის გარეშე, უფლებაში გამოხატვის გარეშე ძალიან ფიქცია და არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ამ ესე იგი ცალკე თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ცალკე უფლებაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ის მე მაგისი განმარტება მაქვს და აქ არ დავიწყებ იმ სტატიაში, როგორ შეიძლება მათი ერთმანეთისგან გამიჯნა. ძალიან დიდი მადლობა უთხრათ, ძალიან კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. აი ახალგაზრდები აგერ გვერდს მიუშვენებენ და ყველას ძალიან დიდი მადლობა. აი სპეციალურად ამ დიდი სიყვარულის ნიადაგზე, აი თქვენი დიდი დამსახურება რომ გაჩნდა იდეა აზრი რომ შრომის თანამედროვე შრომის სამართლის კვლევის ცენტრი შექმნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია ანდრია, რა თქმა უნდა, ცენტრის დამფუძნებლები არიან აგერტე მე მგონია ამ გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ
მთავარია კიდევ სამართლის როგორც შეიძლება მიყვანს პრაქტიკული მდგომარეობა, რა პრაქტიკული მდგომარეობა. არ მინდა ეს გავდეს მხოლოდ პოეზიას. არა, ასე არა, პოეზიას გავდეს და ის უნდა იყოს პირდაპირ სამართალი ორიენტირებული არის პრაქტიკულ შედეგზე. კანტს აქვს ასეთი გამოთქმა, სამართლის იგი კანონმდებლობის ესე იგი პრაქტიკული გონიერების პრინციპი. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული გააზრებული შორს განჭრელი პრაქტიკული შედეგისაკენ უნდა იყოს და ის უნდა დგებოდეს ეს პრაქტიკული შედეგი. არა, ამიტომ ეს პრობლემა ჩვენთან არის მაგრამ იმედი ესეც დაიწყება თქვენისგან ახალგაზრდების ხელში მე მგონია რომ კარგ ქვეყანას ავაშენებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, იმედია თქვენს აზრობას. On behalf of the TSU students and TSU professor, we would like to express our gratitude, honest gratitude and sincere gratitude to your contribution in terms of this commentary of this public lecture. And I especially would like to underline your contribution, your founder of the institute, and you challenged these initiatives and you made this person together, bring this person together and make them uniform under one idea. So it was a great contribution and we are very grateful for that. And I was very fascinated with the questions as well, and especially I want to refer to the question which was about the relation between the right and the freedom of the right to work and right of work. And I have been a previous judge at Constitutional Court of Georgia, and for me it's very relevant that any freedom is reflected in any right, and there is no freedom without any rights. So, and I think that we have made many argumentations and interpretation what is the right to labor and the right of labor, but still it is our interrelated conceptions, and we can't speak about each of them separately in the context of right or context of freedom. And finally, I'm oriented that I don't want law to be like a poetry, and we should be oriented on the reasonable effects and the practical reasonableness in the practical theory, and to achieve some reasonable legal results. And thank you for that.